ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, არის ის, რომ ვადა სექტემბერზე და ოქტომბერზე გადადის. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სამწუხაროდ ეთნიკური წმენდა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა სამხრეთ ოსეთში, განხორციელდა სწორედ აგვისტოს ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ. იმის შემდეგ, რაც ადამიანების სიცოცხლის პირდაპირ საფრთხე აღარ ემუქრებოდა და ყველაფერი გააკეთა იქ მყოფმა შეერაღებულმა ძალებმა, რომ გაედევნათ მოსახლეობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. სოფლები გაბულდოზერდა სწორედ ამ მიზნით და ამ მოსაზრებით, რომ უკან დასაბრუნებელი ქართველებს აღარ ქონოდათ. ამიტომ მისასალმებელია და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ომის შემდგომი პერიოდი, სექტემბერი და ოქტომბერიც განისაზღვრა მანდატის ფარგლებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, თავისთავად ის ფაქტი, რომ როგორც იქნა ერთხელ და სამუდამოდ ყოველგვარი სპეკულაციების დასრულების შესაძლებლობა ჩნდება ამ გამოძიებით. და ეს ძალიან კარგია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჰააგის პროკურორი, სიხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აგვისტოს ომზე სიმართლე დადგინდეს და ეთნიკური წმენდა, ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელიც ჩადენილი იყო ქართველების წინააღმდეგ, ერთხელ და სამუდამოდ საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ დადასტურებულად გამოცხადდეს და ამისათვის პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.